გასულ კვირას საქართველოსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობაში პატარა ბზარი გაჩნდა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა. ზოგადად ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობას არ ახასიათებს რყევები და როგორც წესი საკმაოდ სტაბილურია, ამიტომ ნებისმიერი პატარა ინციდენტიც კი ყურადღებას იპყრობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა მედია საშუალებამ მინვალ აზმა პროპაგანდისტული სტატიები გამოყარა. სანამ დეტალების შესახებ ვისაუბრებთ, ჯერ გეტყვით, რომ ამ ბოლო სტატიის მთავარი იდეა ის იყო, რომ აზერბაიჯანმა უნდა მიაწოდოს სომხეთს ნავთობპროდუქტები, შესაბამისად მათ არ გააჩნიათ პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაცია, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ მატარებელი მოხდეს სომხეთში, არის საქართველოს გავლით. საქართველოს მთავრობამ კი ამ მატარებლის გატარებაზე დააწესა ძალიან ძვირი ტარიფი. ის, რომ მინვალმა გამოაქვეყნა ეს სტატიები, შემთხვევითი არ არის. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, როდესაც მთავრობა თავის პოზიციას სპეციალურად აფიქსირებს მედიის საშუალებით და არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სტატიები საკმაოდ უხეშ ტონში იყო დაწერილი, რადგან ეს არ იყო ბაქოს ოფიციალური პოზიცია, მათ თავს იმის უფლება მისცეს, რომ არა მხოლოდ არადიპლომატიური ტონი შეერჩიათ და მორალი წაეკითხათ ჩვენთვის, არამედ ძველი სიკეთეებიც გაეხსენებინათ და მეტიც მუქარის მინიშნების ცდილობაც იყო. საბოლოოდ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანიდან მომავალ მატარებელს საერთოდ უფასოდ გაატარებენ, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთჯერადად. დღეს ვისაუბრებთ, რა შემოგვითვალა ბაქო მედიის საშუალებით, რა სიტუაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და ვისაუბრებთ იმაზე, ვინ რაში იყო მართალი. 27 ნოემბერს აზერბაიჯანულ მედიაში დაიწერა სტატია საკმაოდ გამომწვევი სათაურით, რა ისტერიკა აქვს თბილისს. ნუ თუ დაგავიწყდათ, ვის უნდა უმადლოდეთ თქვენ ლოჯისტიკას. რაზე ჩივის აზერბაიჯანული მხარე ამ არც თუ ისე კორექტულ ნარატივში. ნახეთ, ისინი წერენ, რომ სექტემბრიდან საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონკრეტულად აზერბაიჯანელ მძღოლებს, ვისაც გადააქვთ თამბაქოს პროდუქცია, აყოვნებენ. სხვა ეროვნების მძღოლებს უშვებენ, მაგრამ კონკრეტულად აზერბაიჯანელებს აყოვნებენ. თან არსებობს ენობრივი ბარიერი, იმიტომ რომ ქართველი მესაზღვრები და აზერბაიჯანელი მძღოლები პირდაპირ კომუნიკაციას გართულებულად ახერხებენ. და ავტორი ამბობს, რომ თურქულენოვანი წარმომადგენელიც კი არ ყავს საქართველოს თავის საზღვარზე, რომ ამ კომუნიკაციაში დაეხმაროს მძღოლებს. და არგუმენტად მოყავს ის, რომ მთელ მსოფლიოში არიან თურქულენოვანი წარმომადგენლები და თვითონ იხსენებს, რომ მე როდესაც ვიმყოფებოდი ფრანკფურტის აეროპორტში, იქ მკითხეს რა ენებზე ვსაუბრობდი, მე ვუთხარი ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული დაუძახეს თურქულენოვან თარჯიმას და ის დამეხმარა კომუნიკაციაშიო. ასევე წერენ იმას, რომ დაყოვნების გარდა აზერბაიჯანელ მძღოლებს უხეშად ექცევიან და აჯარიმებენ. შემდეგი ნაწილი კიდევ უფრო საინტერესოა. როდესაც ზანგეზურის დერეფანზე დაიწყო საუბარი, მაშინ მე ვამბობდი, რომ ეს პროექტი საქართველოს არც ახლა და არც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში პრობლემებს არ შეუქმნიდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გააჩენდა კონკურენციას. სომხეთ-აზერბაიჯანის ადრინდელი გეოპოლიტიკური დაძაბული ვითარება საქართველოს აძლევდა რეგიონის ერთადერთი გამტარი სტატუსს. ნახეთ, შუა აზიიდან წამოსული ტვირთი ჯერ დაიცლებოდა აზერბაიჯანში, იქიდან უკვე სახმელეთო გზით მოდიოდა ჩვენთან და ჩვენიდან ნაწილდებოდა სომხეთში, თურქეთში და შავი ზღვის გავლით შემდეგ ევროპაშიც. ზანგეზურის დერეფნის გახსნით და სრული დატვირთვით ბუნებრივი ახალი მარშრუტი გამოიწვევს კონკურენციას და ჩვენ მარშრუტს შეეცილება. როცა ამის შესახებ საუბრობდი და ვამბობდი, რომ რეგიონში მიმდინარეობს გადალაგება, სადაც ჩვენ მინიმალური ან საერთოდ არ გვაქვს როლი და ისე მოხდა, რომ რეგიონის 4 ქვეყნიდან 3 ერთობლივად მუშაობს პროექტებზე და 1 თამაშგარეშია, ანუ ფაქტია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მაშინ ზოგიერთი წერდა, რომ შენ ხალხს აფრავ და აშინებობ, მაგრამ მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს იყო ლოგიკური შეკითხვები მთავრობასთან. ნახეთ, რეგიონის სამხრეთ ნაწილში ვართ 4 ქვეყანა. ჩვენ, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. აქედან 3 რაღაცაზე ერთობლივად მუშაობს ბოლო წლებში და ერთს საერთოდ არ აკარებენ პროცესებს, ანუ ფაქტი არის, რაღაც არასწორად ხდება ჩვენთვის. ზუსტად ამას უსვამს ხაზს მინვალ აზის გამოგდებული სტატია, რომლითაც სინამდვილეში აზერბაიჯანის ხელისუფლება საუბრობს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის გზა ჯერ არ ამუშავებულა, ფაქტია პროგრესი ჩანს. საქართველოს ინარჩუნებდა მონოპოლისტის სტატუს ლოჯისტიკაში, მაგრამ ახლა თბილისი ვერაცნობიერებს, რომ რეალურ საფრთხეს აწყდება, რომ ეს მონოპოლია დაკარგოს. აზერბაიჯანული მედია ამას უწოდებს თბილისის კლინიკურ წინდაუხედაობას, ან უბრალოდ ქართული მხარე ცდილობს კორუფციული სქემით ფულის შოვნა მოასწროს, სანამ ეს კიდევ შესაძლებელია. აქაც იგივეს ამბობენ, ოღონდ უფრო უხეში ფორმით, ანუ აღიარებენ, რომ კი თბილისს აქვს მონოპოლია, მაგრამ ეს მონოპოლია უკვე გადადის ჩვეულებრივ კონკურენციაში, რადგან ზანგეზურის დერეფანი მკვდარი წერტილიდან იძვრის, როგორც მათ თქვეს, ამიტომ შანსი აქვს, რომ ან მოაწესრიგოს კონკურენციის პირობები, ან
სანამ ჯერ კიდევ გააჩნია ლოჯისტიკური უპირატესობა, კორუფციული სქემებით მოასწროს ფულის შოვნა. სტატიის ბოლოს აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ახსენებს მართლა დასანან რეალობას. აზერბაიჯანი დღეს არის სამხრეთ კავკასიის უპირობო ლიდერი, თანაც ყველა სფეროში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში. ეს როგორი აქცენტით იყო იცით დასმული, შეგვახსენეს ჩვენი ადგილი და ხაზი გაუსვეს მათ უპირატესობას. როგორ გინდა ეს უარყო, ის ისტორიული უპირატესობა, რაც აზერბაიჯანთან ჰქონდა, აღმოფხრელია, დაგვეწინენ, გაგვასწრეს და წინ წავიდნენ. და ამის შესახებ, როდესაც ხმამაღლა ვსაუბრობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, როგორც ზოგიერთებს გონიათ, რომ ვითომ ჩასაფრებულის პოზიციაში ვარ და არა, პირიქით, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და აბრმავება სირაქლემის პოზიციაში ყოფნა და ჩვენი უსუსურობის, უმოქმედობის, მოჩვარულობის გამართლება რაღაც ნეიტრალიტეტით იმას ქმნის, რომ სხვები წინ მიდიან, ჩვენ ვერ მივდივართ. აი, მთავრობას და მთავრობის პროპაგანდას ხომ უყვარს, როდესაც რაღაც დასავლური ორგანიზაცია ჩაატარებს კვლევას და გამოვლინდება, რომ საქართველოს ამა და ამ ინდექსში წინ წაიწია, მაგრამ რაც შეეხება მეზობლებს და რეალურ სიძლიერეს მეზობლებთან შედარებით, ამ ყველაფერზე დუმს. აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მედიის სტატია მთავრდება კიდევ უფრო უსიამოვნოდ და გაურკვეველი მინიშნებით. აზერბაიჯანისთვის მისი მოქალაქეებისა და თანამემამულეების კანონიერი ინტერესები და უფლებები უსიტყვო პრიორიტეტია. მხოლოდ ბოლო დროს პოსტსაბჭოთა სივრცის აუდიტორია ამას აზალის თვითმფრინავის კატასტროფის მაგალითზე დაინახავდა, რომელიც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. ასევე ამას დაინახავენ ეთნიკურად აზერბაიჯანელების რეპრესიების მაგალითზეც. გავუბედავთ დაგარწმუნოთ, ეს ეხება ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და აზერბაიჯანელ მძღოლებს გამშვებ პუნქტებზე. კარგი, დავუშვათ, მძღოლები გასაგებია. მოდი დავუშვათ ის, რომ რაღაც უსიამოვნო ინციდენტები იყო. საუბარი არის, რა თქმა უნდა, ერთეულებზე, მაგრამ სინამდვილეში იყო თუ არა მსგავსი შევიწროება ჩვენთვის უცნობი არის. მხოლოდ აზერბაიჯანულ მედიას ვერ დავეყნობით და იმასაც გეტყვით, რომ ზოგადად საზღვარი ისეთი სპეციფიკური თემა არის, შეიძლება მძღოლი კი არა, მე და თქვენ რომ სადღაც გადავკვეთოთ საზღვარი, ძალიან უწყინარ ქვეყანაში გაგვაჩერონ, დაგვაყოვნონ, უამრავი შეკითხვა დაგვისვან, გადაგვამოწმონ და ასე შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად საზღვრებზე ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ამას არ აქვს მასიური ხასიათი. თუმცა ეთნიკურად აზერბაიჯანელები რა კონტექსტშიც ახსენეს, ჩემი აზრით სრულად გაუგებარი და არასაჭირო იყო. ძალიან უადგილოა იმის შეხსენება, რომ აზერბაიჯანი თავის თანამემამულეების ინტერესებს და უფლებებს იცავს და რეაგირებს და ეს ეხება მათ შორის იმ აზერბაიჯანელებს, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ეს აქცენტი პროვოკაციულად თუ არა, სასიამოვნოდ ნამდვილად არ ჟღერდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს საქართველოში ნამდვილად არავინ ზღუდავს, არავინ ავიწროვებს, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და ზუსტად ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც სარგებლობ მე, როგორც სარგებლობ თქვენ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი. მათ არავინ ავიწროვებს და საერთოდ არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ვიღაცამ აი ესე გაკვრით მაინც ახსენოს, რომ მათ უფლებებს საჭიროების შემთხვევაში დაიცავს. ეს მათაც კარგად იციან. ამიტომ გაუგებარი იყო ეს უადგილო მინიშნება. ამის მერე გადის დრო და ახალი სტატია იდება. საქართველოს მშვიდობის წინააღმდეგ. თბილისი ბაქოს მოთმინებას ცდის. მინვამ პოლიტიკამ დეტალები გაარკვია. სტატიის შესავალში ჯერ ისევ ტრაილერების ამბავს იხსენებენ და პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არც პრობლემის მოგვარების პოლიტიკურ ნებას ავლენს და არც მენეჯერულ უნარებს. თუმცა ამ სტატიაში ტრაილერებზე არა, უფრო დიდ პრობლემაზეა საუბარი. იდეა არის შემდეგი. ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანი სომხეთს მიაწვდიდა ნავთობ პროდუქტებს, რითაც ორივე ქვეყანა ბენეფიტს მიიღებდა. რამდენადაც სომხეთს და აზერბაიჯანს ჯერჯერობით პირდაპირ მიმოსვლის საშუალება რკინიგზის სახით არ გააჩნიათ, ბაქოს პროდუქტი უნდა მიეწოდებინა საქართველოს გავლით, გარდაბანი სადახლოს მონაკვეთით. გაიხსენეს სტატიის სათაური, მინვალმა მოიპოვა დეტალები. სინამდვილეში დეტალები კი არ მოიპოვა, არამედ პირდაპირ მიაწოდეს. და ნახეთ რა წერია. თბილისი კი დათანხმდა ამ ინიციატივას, მაგრამ 1 კილომეტრის ტრანზიტზე 1 ტონა დააფასა 82 ცენტი. როცა აზერბაიჯანი იმავე ტვირთის გატარებაში ითხოვს 2 ცენტს. ანუ 40-ჯერ იაფი გამოდის, ვიდრე ქართული მხარის მიერ იყო შეთავაზებული. შემდეგ იყო საუბარი უშუალოდ საქართველოში რა ტარიფით ხდება ტვირთის გადატანა და ნახეთ წერენ, რომ ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ფასი ბათუმში, ფოთსა და ყულევში შეადგენს 4-5 ცენტს 1 კილომეტრზე. ბაქოსთვის ეს იყო პოლიტიკური სიგნალი, როგორც წერს გამოცემა. თბილისს როცა აწყობს იაფ ტარიფს ადებს, ხოლო როცა უნდა ცალმხრივად აძვირებს.
ამის მერე წერია, რომ საქართველოს ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგრად რეგიონალურ არქიტექტურას და ურთიერთმომგებიან ეკონომიკურ კავშირებს ეწინააღმდეგება. იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შესაძლებლობა მიეცა კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე გადავიდნენ, თბილისის მცდელობები, როგორც ამ პროცესის დამხრუჭება, ისე გამოიყურება. თბილისს არ აქვს ის ფუფუნება, რომ აზერბაიჯანის ინტერესები დააიგნოროს. სტატიის ბოლოს კი არის შეხსენება, რომ როდესაც საქართველოსა და რუსეთს ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბათ, მაშინ აზერბაიჯანმა არ ისარგებლა თბილისის მოწყვლადობით და არ შესთავაზა გაძვირებული ტარიფები, როცა თბილისი იმდენად უსუსურ პოზიციაში იმყოფებოდა და სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, რომ ამ გაძვირებულ ტარიფსაც დათანხმდებოდა. რას მოიმოქმედებს თბილისი? ზურგს უკან იმოქმედებს, თუ პოლიტიკურ საზრიანობას მოძებნის საკუთარ თავში და კონფრონტაციიდან პრობლემის მოგვარებაზე გადავა. ამ შეკითხვით თავრდებოდა ეს სტატია. საბოლოოდ გაძვირებული ტარიფით კი არა, საერთოდ უფასოდ გავატარეთ. ზოგადად ჩვენ ჯერ არ ვიცით, მსგავსი ტვირთების გადატანა ჩვენი გავლით რამდენად სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ნახეთ რის თქმა მინდა, კი აზერბაიჯანი და სომხეთი ახლა ცდილობენ ურთიერთობა გადატვირთონ და დალაგდნენ ერთმანეთში, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის მყიფე მშვიდობა, რომელსაც თან ახლავს პერიოდული დაძაბულობები. არავინ იცის ეს მყიფე მშვიდობა რაში გადაიზრდება. მდგრად თანამშრომლობაში თუ მხარეები ისევ ძველებურ პოზიციებს დაუბრუნდებიან. აზერბაიჯანის მადდა და ამბიციები მზარდია და სომხეთს ჯერ ისევ პოტენციურ მსხვერპლად აღიქვამენ. ამიტომ მოვლენებს წინ უგავასწრებთ. იმის თქმა მინდა, რომ ტვირთის ეს მიწოდებები ჯერჯერობით, აი ამ ეტაპზე ატარებს სიმბოლურ ხასიათს. მაგალითად, ოქტომბერში აზერბაიჯანმა მიაწოდა სომხეთს ყაზახური ხორბალი. მაგრამ ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამერიკელებს აჩვენონ, აი ტრამპის შეთანხმება რა მაგარია, ის მუშაობს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ საქმეშიც. ასევე ყველა ქვეყანას რეგიონში უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს ფაქტობრივად ერთადერთი მსხვილი ბენეფიტი და დანიშნულება არის მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი უპირატესობა არის ტრანსპორტის კვანძი და გამტარის დანიშნულება. ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანივით, ნავთობით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ტვირთები უფასოდ გავატაროთ. პირიქით, ჩვენი მთავარი ხიბლი არის ის, რომ გამტარი ვართ და ეს გვაძლევს ზუსტად სტრატეგიულ დანიშნულებას. კი, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ მეზობლებს ყოველთვის დაბალი ტარიფით უნდა გავატარებინოთ და სანაცვლოდ ჩვენც მივიღოთ ბენეფიტები მეზობლებისგან, მაგრამ ის, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი და დიდი კოზირით ვიღაცამ უფასოდ ისარგებლოს, ასე ნამდვილად არ გამოვა. სოციალურ ქსელებში ბევრი განხილვა მიმდინარეობდა თუ რატომ მოხდა ასე და რატომ გავართულა ჩვენი გავლით ტვირთის გადატანა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ვერსია, რაც იწერებოდა, იყო ის, რომ რუსეთის ფაქტორი იყო, სავარაუდოდ, ამ ყველაფრის უკან იდგა რუსეთი. ამაში ლოგიკა არის ის, რომ რუსეთი ზანგეზურის დერეფნის გახსნით არაფერს მიიღებს, თვითონ წლები ცდილობდა იმას, რომ ეს პროექტი როგორღაც აემუშავებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვერ გააკონტროლა, თავის ხელში ვერ გადაიყვანა ეს დერეფანი და ახლა ეს დერეფანი გადავიდა ამერიკის, თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ხელში. ამიტომ რუსეთი სრულად თამაშგარი არის და კი, რაღაც გზით რომ ხელი შეუშალოს, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ მე პირადად არ მგონია, რომ ამას ცდილობდა საქართველოს დახმარებით და გეტყვით რატომ. აი დავუშვათ, რუსეთმა შემოგვითვალა, რომ არ გაატაროთ ეს ტვირთი ან გაართულეთ. დავუშვათ ასე მოხდა. და შემდეგ რა მოხდა? ანუ აზერბაიჯანულ მედიაში დაიწერა ეს სტატიებით და ჩვენებმა თქვეს, რომ აუ კაი, ოღონდ ამან არ ჩამარტყას და არ მცემოს და ვერ გავითვალისწინებ რუსეთს და უცებ დათმეს. ჩემი აზრით ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასე ყოფილიყო. თუ ნამდვილად გაძვირებული ტარიფით თავაზობდით ტვირთის გატარებას, ჩემი აზრით ყველაზე რეალური არის ის ვერსია, რომ ვიღაცამ ქართულ ოცნებაში თავი ყველაზე ჭკვიანად ჩათვალა და თქვა, რომ მოდი გავუძვიროთ რამდენჯერმე ტარიფი და გადაგვიხადონ, სხვა გზა მაინც არ აქვთ. გადაგვიხდიან აბა საწავლენო, ვიშოვოთ ბიჭებმა ფული, ხელი მოვიტბოდო. ვიღაცას ხომ მოაფიქრდა, რომ ტარიფი უნდა გაეზარდათ. მე ზუსტად ასეთი ხალხი წაგვიკითხავს ლექციებს ეროვნულ ინტერესებზე. თან ნახეთ აქ კიდევ საინტერესო რა არის. აი ბოლო 2 წელიწადი რომ ავიღოთ და ყველა განცხადება გავაერთიანოთ, დავახარისხოთ, ეს იყო ყველაზე კრიტიკული, არა მხოლოდ კრიტიკული, ეს იყო სულ ხევრაწყობები, ირონიები, დამცინავი ტონი, მორალის წაკითხვა, წამოყვედრება, რაღაცების გახსენება და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი არ ყოფილა ბოლო 2 წელიწადში. ხო, ხშირად ვართ ჩვენ კრიტიკის ობიექტები, მაგრამ ასეთი არაფერი არ ყოფილა. და ქართულ ოცნებას თან ხომ უყვარს, როდესაც მსგავსი ხდება ოღონდ დასავლეთიდან. მეორე დღეს გამოდევენ ქარდებს, ვიღაც ექსპერტებს მოიყვანენ სტუდიებში, ყველა კომენტარს აკეთებს, როგორ გვებძვიან და გვემუქრებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე მოიქცნენ, რომ ყველაფერი მიჩქმალეს, ვითომც ეს სტატიები არ დაწერილა, ვითომც ბაქოს არაფორმალურად არ განუცხადებია მსგავსი. უბრალოდ ჩუმად ისხდნენ და ისმენდნენ ბაქოს კრიტიკას. რაც შეეხება იმას, ჩაგრავენ თუ არა ქართველი მესაზღვრეები აზერბაიჯანელ მძღოლებს. რა თქმა უნდა არა, ეს არის წმინდა წყლის სისულელე.
არავის არ ჩაგრავს და არ ავიწროვებს მით უმეტეს კონკრეტულად აზერბაიჯანელებს. შეიძლება სადმე რაღაც ინციდენტები ხდება, მაგრამ ხდება იმიტომ, რომ ეს არის საზღვარი, ეს არის უამრავი პროცედურა. წარმოიდგინეთ, ტრაილერის მძღოლი კი არა, ჩვენ რომ სადღაც ყვეთ როგორც ტურისტი, იქაც შეიძლება რაღაც შეფერხება მოხდეს და შეგვაყოვნონ. მე მოგიყვებით 2-3 წლის წინ რა ხდებოდა და რა ხდება ახლა. ზოგადად ჩვენი გამშვები პუნქტი და ახლა მე ვსაუბრობ ლაგოდეხი აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტზე არ არის მაღალ გამტარიანი, არც ჩვენ და არც იმათი. და ხშირად ისე ხდებოდა, რომ ტრაილერები ყონდებოდნენ და თუ კი სამართლიანობაზე არის საუბარი და მაინც და მაინც უნდა დავითვალოთ ვინ უფრო ხშირად შეაყოვნა, ეს იყო აზერბაიჯანული მხარე. ოღონდ ამას აკეთებდნენ არა სპეციალურად, არამედ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო, მაგრამ ამას არსებითად ახლა მნიშვნელობა არ აქვს და ნახეთ რა ხდებოდა. საზღვრიდან უახლოეს ქალაქამდე, ანუ რამდენიმე კილომეტრი იყო ეს რიგი, ტრაილერების რიგი, ისინი იდგნენ პირდაპირ გზაზე. გადასვლის საშუალება არ იყო. არა მხოლოდ აყოვნებდნენ და ხელს უშლიდნენ იქ მოძრავ მანქანებს, არამედ სოფლის მოსახლეობასაც აწუხებდნენ, რადგან წარმოიდგინეთ ახლა რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე კვირაც კი ასე გაუძრელად მდგარიყვნენ, იქვე ჭამდნენ და რა თქმა უნდა იქვე ისაქმებდნენ. ვიღაცის ღობეზე, ვიღაცის ეზოში და ასე შემდეგ. ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო და ხშირად სოფლის მოსახლეობასთან პატარა დაპირისპირებები ხდებოდა, მაგრამ მაშინ ამის შესახებ არავის დაუწერია, ხო ჩვენი მხრიდან, რომ აი ასე იქცევიან და ასე და ასე. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყველა ხდებოდა იმას, რომ ეს არის უსიამოვნო, მაგრამ ბუნებრივი პროცესი, ეს უნდა გადაიჭრას, მაგრამ ამაში ტყუან მართალის გამორკვევას აზრი არ აქვს. რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ? ფულის საჭრელი, ასე რომ ვთქვათ, მარტივი ფულის გზას მიაგნეს. არანაირი გენიალური სქემა ეს არ არის. პირდაპირ სასაზღვრო სოფლებში მოასწორეს მიწა, დაასხეს ცემენტი, ასფალტი და ასე შემდეგ. და ამ ტრაილერებს მოსთხოვეს, რომ იმის ნაცვლად, რომ გზაზე გაჩერდეთ, თქვენ გაჩერდით აქ პარკინგზე. ოღონდ თითო ტრაილერიდან იღებენ 80 ლარს. ეს არ არის სახელმწიფო ინიციატივა, ეს არის კერძო დაწესებულებები, მაგრამ როგორც ხვდებით, ახლა მე და თქვენ თუ რომც გქონდეს ფინანსური შესაძლებლობები, ჩვენ იქ არავინ გაგვახსნევებს. ამას უნდა კარგი კონტაქტები სახელმწიფოსთან. ანუ არაფერში იღებენ 80 ლარს. და თან ყველა ტრაილერი ვალდებული არის, რომ იქ გაჩერდეს. კი, ნახეთ, ორი მხარე აქვს ამ ამბავს. დადებითი ის არის, რომ ეს რიგები გზაზე აღარ არის და სოფლის მოსახლეობა აღარ წუხდება. და მეორე მხარე არის ის, რომ არაფერში ფულს არ თმევენ. შეიძლება და უფრო მარტივი გზაც ყოფილიყო ამ პრობლემის მოგვარების, მაგრამ სადაც შეიძლება რომ ფული გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მთავრობა უარს არ ამბობს, მაგრამ აქ ის არის, რომ ეს ხდება არათანაბარ პირობებში, ანუ ვიღაცას, ვისაც აქვს კარგი კავშირები, ის გააკეთებს, მაგრამ ვიღაცას, ვისაც აქვს მაგალითად მიწაც, შესაძლებლობაც, ფინანსური სახსრებიც, მაგრამ არ აქვს მთავრობასთან დაახლოებული კონტაქტები, ის ვერ გააკეთებს. მარტო ლაგოდეხში გახსნილი არის 4-5 ტირპარკი, რომლებიც თითქმის სულ სავსე არის, თითქმის სულ. და ბარემ საზღვრის საკითხი რომ ამოვწუროთ. იმ სტატიაში თქვენც ნახეთ, აზერბაიჯანის ხაზგასმით ეწერა, რომ ისინი დაიცავენ საკუთარი მოქალაქეებისა და თანამემამულეების უფლებებს, სადაც არ უნდა იყვნენ. მართლა აზალისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების რეპრესიებზე, თუნდაც ის ეთნიკური აზერბაიჯანელები კრიმინალები იყვნენ, აზერბაიჯანს ჰქონდა პასუხი და ჩუმად არ იყო. ჩვენ ვიცავთ თუ არა ჩვენ თანამემამულეებს, ან ვიბრძვით თუ არა მათი ინტერესებისთვის. ნახეთ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი აქვს ჩაკეტილი. ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ტრაილერებს, მე საუბარი მაქვს მოქალაქეებისთვის. მიზეზად ასახელებენ COVID პანდემიის რეგულაციების გახანგრძლივებას. კი, 2025 წელსაც ამას იმიზეზებენ. აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, განსაკუთრებით კი ზაქათალისა და კახის რაიონში, ბევრი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც საქართველო უზომოდ უყვარს და მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც კავშირი ყოველთვის ჰქონდეთ საქართველოსთან. ჩვენი ტოლები კი საერთოდ თბილისში სწავლობენ უნივერსიტეტებში და ასეთი უამრავი ახალგაზრდა არის. ისინი ჩვენსავით არიან ქართველები თავის გაგებით, რწმენით, შეხედულებებით, შინაგანი მორალით და ასე შემდეგ. პრობლემა რაშია? იმისათვის რომ ეს ხალხი საქართველოში აღმოჩნდეს, ანუ ნახეთ, პირობითად რომ მავიღოთ კახიდან ლაგოდეხის საზღვრამდე არის დაახლოებით 70-80 კილომეტრი. მაგრამ იმისათვის რომ ეს ხალხი აღმოჩნდეს საქართველოში, ჯერ კახიდან 400 კილომეტრის მოშორებით უნდა გადავიდნენ ბაქოში და ბაქოდან გადმოფრინდნენ თბილისში და ანალოგიურად როცა უნდა სახლში დაბრუნება, ჯერ უნდა გადაფრინდნენ ბაქოში და შემდეგ ბაქოდან 400 კილომეტრი გამოიარონ, რომ მოხვდნენ კახში.
არა და საზღვრიდან არის სულ 70-80 კილომეტრი, მაგრამ ეს საზღვარი არის დაკეტილი. ეს პრობლემები არის 2020 წლიდან. 5 წელი გავიდა და ეს ხალხი ისევ ასე წვალობს. არანაირი შეღავათი, არანაირი გათვალისწინება და მთავრობაც არაფერს აკეთებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან რაღაცნაირი შეღავათი გაუკეთდეს ამ ხალხს. სტუდენტებს მაინც ტრაილერების შეყონების გამო ატეხეს ასეთი პანიკა მედიაში. ჩვენ ვიცავთ ამ ხალხის ინტერესს? რამე გაკეთდა ამ 5 წლის განმავლობაში, რომ რაღაც შეღავათით ამ ხალხმა ისარგებლოს, არ არიან ჩვენი თანამემამულეები? გან არ შეიძლებოდა ურთიერთდათმობის ხარჯზე კომპრომისი მიღწეულიყო? აგერ ნახევრად დაემუქრნენ და საერთოდ უფასოდ გავატარეთ და ვინმე სჯერა, რომ რამე გზა არ მოიძებნებოდა ჩვენი მოქალაქეების ან თანამემამულეების ინტერესების დასაცავად? სინამდვილეში ეს საწყენი არის, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ იცავს მისი თანამემამულეების ინტერესებს. 5 წელი ჩუმად ვართ, 5 წელი ხმას არავინ არ იღებს. რამდენი ვიზიტი შედგა ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენს მთავრობებს შორის, მაგრამ სრული დაიგნორება არის ამ ადამიანების ინტერესების. ეს საწყენი არის რა გაგებით თან, იცით რომ სინამდვილეში იმას, რასაც ჩვენ ვიღებთ მეზობლებისგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან და პარტნიორებისგან და სხვა სახელმწიფოებისგან, ზუსტად იმის პროპორციული არის, რასაც ვიმსახურებთ. უბრალოდ ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება არ არის. სამყარო იცვლება და თუ ვიზიარებთ იმას, რომ აღარ არსებობს ერთი ჰეგემონი, ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების არქიტექტურაც იცვლება. რამდენიმე ჰეგემონის გაჩენა ნიშნავს მათი სატელიტების გაძლიერებას. ამ სატელიტების გაძლიერებას კონტრზომების მიღება სჭირდება. როგორ უყურებ მე პირადად ამ ამბავს? მეზობლობა ეს არ არის მხოლოდ ერთი მიწის გაყოფა. ეს არის გადაჯაჭვული მთელი რიგი პროცესები, რომელიც ერთმანეთზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. მაგალითად, თუ არის 3 მეზობელი სახელმწიფო და აქედან 2 ომობს, ეს ომი აისახება მესამეზეც. თუ სამივეგან მშვიდობა არის და ყველგან მშვიდობა არის. თუ ერთგან არის რაღაც შიდა დაძაბულობა, დანარჩენი 2 ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, რომ ეს დაძაბულობა არ მოხდეს ჩემთან. ანალოგიურად იგივე ლოგიკით, თუ ერთი მეზობელი ძლიერდება, დანარჩენებმაც ნება უნდა იბოძონ და გაძლიერდნენ. ანუ სამეზობლოში უნდა არსებობდეს რაღაც ბალანსი. ეს ბალანსი არ უნდა დაირღვას. ეროვნული სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ის, რომ ერთსქესიანთა წყვილების ქორწინების კონტრპროპაგანდა შექმნას სახელმწიფომ და ამაზე დააშენოს ყველაფერი. ნეიტრალიტეტი სინამდვილეში არის მყარი უსაფრთხოება, რომელიც პირველ რიგში გამტკიცებულია არმიით, სამხედრო მრეწველობით და სპეცსამსახურების სიძლიერით. ნეიტრალური შეიძლება იყოს ფინეთი ან შვეიცარია. აი ფინეთი მაგალითად რუსეთთან ვაჭრობს, 2022 წლამდე ყოველ შემთხვევაში მჭიდროდ იყო რუსეთის ეკონომიკა ფინეთის ეკონომიკასთან დაკავშირებული და პარალელურად ქვეყანა ძლიერდებოდა და სამხედრო სამსახურს სულ უფრო აძლიერებდა. მილიტარიზირდებოდა ასე რომ ვთქვათ. შეიძლება მე მჯეროდეს მაგალითად ფინეთის ნეიტრალიტეტის, შვეიცარიის ნეიტრალიტეტის და ასე შემდეგ. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს ადამიანური თვალსაზრისითაც. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ გამარჯვებულ ტალღაზე მყოფი აზერბაიჯანი, რომელიც რეგიონის ლიდერი გახდა და ყველანაირად დაგჭრილა, ადრე თუ გვიან არ შეიცვლის მიდგომას. აი ნახეთ, ასეთი რუკა აღმოჩნდა აზერბაიჯანულ სკოლაში, სადაც თანამედროვე საქართველოს, სომხეთისა და ირანის ტერიტორიები ეკუთვნის აზერბაიჯანს. კი, ამას მასიური სახე არ ჰქონდა და შეიძლება ამ ინციდენტის მერე მსგავსი არც მომხდარა, თუმცა ეს ასეა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტი აზერბაიჯანის მადა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პოლიტიკას ჩვენ მეგობრობას უწოდებთ პირობით ურთიერთობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგანაც მეზობელ სახელმწიფოზე არის საუბარი, მეზობელი სახელმწიფო იმას ნიშნავს, რომ შენ არა მხოლოდ პოლიტიკურად თანამშრომლობ მასთან, არამედ ადამიანებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ადამიანური თვალსაზრისითაც მეგობრობა, ერთმანეთის გათვალისწინება არსებობს. კი, ამას ვერ უარყოფთ, მაგრამ პოლიტიკური თუ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილად უნდა ვიყოთ და არა ასე მოშვებულად და მოჩვარულად. პოლიტიკა არის მტაცებლობა, ახალ სამყაროში კი უფრო მეც გაუჩნდება ხიბლი, რომ მტაცებელი იყოს. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები ამ ამბავზე და ზოგადად რეგიონის, მსოფლიოს არა, რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაზე რას ფიქრობთ? მე კი დროებით დაგემშვიდობებით, თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ხოლო ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გახდეთ ფასიანი გამომწერი პატრეონზე, ამით არხს განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარებით. დროებით.